მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. არის კუთხე, არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ძალიან დიდი. ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ნდობისთვის და კიდევ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ თითოეულ თქვენთაგანი, ვინც ჩემთან მოდიხართ, რომ იცოდეთ. ახლა იტყვით, რომ შეიძლება რაღაცა ვიღაცა მიუღებელი ცოდვა, არა ჩემო კარგებო, ცოდვა კი არა, თქვენ იმხელა მადლს აკეთებთ. მე პირიქით ყოველთვის ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ხალხი, ვინც ჩემთან მოდიან, იმხელა მადლს აკეთებენ, იმ თქვენი გადახდილი თანხით, რა თქმა უნდა, ახლა სანაცვლოდ ინფორმაციას ღებულობთ, მაგრამ აი იმ თანხით, რომ ეს უნდა იყოს საცხოვნებლად, აი ზუსტად ამ სიტყვებს ვიცახი, ამიტომ გეკუთვნით ეს სამადლობელი ჩემო კარგებო, ნამდვილად თითოეულ თქვენთაგანს. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. საუბარი ცოტა მეტნაკლებად შესაძლებელია რაღაც ვერ ვიტყვით ცუდი ენერგიებში, მაგრამ ეთყობა პერიოდულად მაინც გაქვთ რაღაც გარკვეული სევდა, ან შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოვიდა ისეთი თქვენთვის არასასიამოვნო, მაგრამ მე ისე რაღაც მონაცვლეობის მომენტში ხართ ახლა. კარგით, ნახოთ როგორ აიქნება ამოახლოეს დროში. არ მახსოვს ჩავწერე თუ არა ესეთი. და ამბავი ემოცია და რა არის აქ. რაღაც უკან დახევის თემა გაქვთ თქვენ. შესაძლებელია ეს პირადი იყოს, მაგრამ აქ პირადის გარდა ჯერ ერთი ძალიან სწრაფი გადაადგილება მიფიქსირდება, ეს არის ძალიან სწრაფი, შეიძლება ერთდღიანი, ორდღიანი რაღაცა ესეთი. გაქვთ ლოცადმე ხო და რაღაცებს ვერ იაზრებთ თქვენ, რას ვერ იაზრებთ? რა რაღაცას ქაოსში ხართ ამ ადამიანს რა უნდა? ой, ამას რომ უყვარხართ ვერ იაზრებთ? ვერ ხვდებით? რას ველაპარაკებთ? ესე იგი აქ როგორი რაღაც არის, იცი, ადამიანი რომელიც თქვენ ცივად გიჩვენებათ, ეხლა მე წავიკითხავ ძალიან სხვანაირად. ეს შეიძლება ახლა ადამიანმა წაიკითხოს სხვადასხვა მამაკაცებზე ის ასე არა ეს მამაკაცზე მოდის აქ ინფორმაცია ზუსტად ვიცი. ადამიანი რომელიც გეჩვენებათ ცივად რაღაცა თითქოს შეიძლება წავედი გითხრა შეიძლება რაღაცა კარგად იყავი, ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფიქრობთ რომ შანსები არ არის, თუმცა კომუნიკაცია გაქვთ. კომუნიკაცია თემა არ არის. აქ გამოდის რომ თქვენც უკან დაიხიეთ, იმიტომ რომ რაღაცები ვერ იმოქმედა ამან როგორც თქვა სიტყვა, ან შეგვირდათ, ან უნდა გაეკეთებინათ, მის სიტყვა ვერ შეასრულა მიუხედავად ყველაფრისა და თქვენ რაღაც უკან დაიხეთ, ეს მომენტი მიფიქსირდება. მაგრამ თქვენ აქ როგორ რაღაცა თქვენებული ალბათ მიმოწერა და ეს კონტაქტი არის, მაგრამ ესეთი თქვენებული რაღაცნაირ სხვანაირ, ხო, მეგობრული ან ესეთი თავშეკავებული. შანსები რომ უკვე ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც აღარ არის თითქოს, მაგრამ თქვენ აქ რას ვერ იაზრებთ, რო ვიკითხე. აქ თქვენ ზუსტად მაგას ვერ იაზრებთ, რომ ამ ადამიანს უყვარხართ. ლაუკოთ, ლა. ერთსაც და მეორესაც. კარგი, რას იზამ ახლა მოიდგამ ხმას თუ როგორ მივხვდეთ ეს შენ რომ აი ეს რა ქვია გულში ამირან გულში მღეროდა ბიჭებო ბანიმო მეცითო გულში რომ მღერის ამ ყველაფერს. ხმას ამოიღებს იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება მისი ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი ახლა ამას თუ შეასხამთ ცივ წყალს ან ეს კარგად შემოულაწუნებ, მამაო ფილმში რომ არის.
შემოვლაწოდებს გადამსვლელს. თუ შემოვლაწოდებ და ამასთან ესე გამოაფხიზლებ სულიერი გაღვიძება, ესეთი რაღაცა მიფიქსირდება აქ, ანუ არ ხუმრობ, უბრალოდ სხვანაირ ლაპარაკი არ მეხერხება, რა ვქნა. ხო, აი ეს რაღაც შეფხიზლება სჭირდება. კარგი, რა დაგეხმარება სულიერ გაღვიძებაში, ბიჭო? რა დაგეხმარება? მე არ ვიცი, ამან ცოტა გონება უნდა გადაღლილია. გამოვალ მდგომარეობაში, რატო არჩევანი. რაღაც ხო, სახლი ოჯახის თემები აქვს გამოვალი მდგომარეობა. ეგ ცოლიანი კაცი არ მგონი ახლა რავი. ცოლიანზე სახლი ოჯახი რადგან ვახსენეთ, ცოლს არ ნიშნავს, ხო? ნახეთ. ამან მისი გამოსავალი რა არის? ახლა როგორ უნდა თქვენ ვერ დაეხმარებით, ეს თვითონ უნდა მოახერხოს და ნახეთ, უნდა შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ მაინც თუ იგივე მდგომარეობაში არის მამაკაცები, გადაანალიზოს ყველაფერი დეტალურად. აი რასაც გვიათ მის წირებიდან ფეხერჩხლებამდე და განიხილოს ძალიან ბევრი მოდი არჩევანი, აი ამ კუთხით, იმ კუთხით, ერთი მიმართულებით არა, იმიტომ რომ ნახეთ შესაძლებელია თქვენ კი ბატონო შეგიძლიათ მაშინ თქვენ ზუსტად მაგაში დაეხმაროთ რაღაცა არ ვიცი რა განხილვა არის ხო ეხლა მოდი ასე გეტყვით შესაძლებელია ადამიანი კი ძალიან სწორად მსჯელობს ხედავს რაღაცა ერთ ვარიანტს მეორეს მესამეს მაგრამ არის რაღაცას მაინც ვერ ამჩნევს ხო რასაც დავუშვათ სხვა ადამიანი შეამჩნევს აქ რაღაცა ასეთი ხდება ეს ჭირდება ადამიანს რა დაგეხმარება კიდე ამ შეფხიზლებაში, გამოფხიზლებაში თუ მაგას მიაგნებთ, ხო, ცოტა ესე რა ქვია, რომანტიკის გაღვიძება. ხო, თქვენ შეგიძლიათ აქ უკვე ამ ადამიანთან თბილი ემოციური ქალი იყოთ კი არა, ცოტა ხისტი და ესე ცივი გონებით უნდა მიუდგეთ ამ ადამიანს, რომ ეს ცოტა მოიყვანო ჭკუაზე და თუ წარსულში აქტიური იყო ან რაღაცა, უბრალოდ ის შეიძლება მონატრება ის რაღაცეები გაუჩნდეს, მაგრამ რაიცი ეს მაინც ისეთი მგეშია გადართული ჩართებში არის თითქოს თავით ჩართული, ანუ ამის პროფესია მე მგონია ან არის მრავალმხრივი რამდენიმე პროფესია აქვს, ხო, იმიტომ რაღაც ისე დამიფიქსირდა. ან არის ეს ვარიანტი, რომ არა, ესეთიც შეიძლება ფორმა ეცვეს, მაგრამ რაღაცა რკინებთან კონდეს შეხება, დავუშვათ ექიმი, დავუშვათ მზარეული, დავუშვათ მანქანებს რო აკეთებენ ხელოსნები, ფორმას იცმევენ ისინიც ხო, გარე ტანსაცმლო არ არის, ან იქ სხვა ფორმა, ნუ მაინც სამუშაო ფორმა აცვიათ. მაინც ფორმაში ითვლება კიდე რა არის ესეთი რაღაცეები. ჯართებთან, ანუ რკინებთან, ნუ რა ვიცი, ხო, რაღაც მაინც ჯართი უფრო წამოვიდა აქ იდეაში ვიდრე სხვა, მაგრამ ახლა მაინც საჯარო გვაქვს გაშლა. დავუშვათ სხვა პროფესიებით. თუმცა ასეთი თემები უფრო არის ამ ადამიანთან ახლოს. რა შეეხება ახლა თქვენი მკაცრი, რა ვიცი, კიდე როგორ უნდა მიუდგეთ, თქვენ როგორ უნდა მიუდგეთ. თქვენ უნდა იყოთ აქ მე მაინც მგონია დიპლომატი ქალი. ხო. აქ ის მომენტი რომ всё გამოსავალი არ არის და დავასრულე შენთან და ემოციებს აყვეთ ეს თქვენი გამოსავალი არ არის ეს კარგ შედეგს არ მოგიტანთ. აქ თქვენ ძალიან ესე რომ ვთქვათ უნდა ჩართოთ ახლა ესე რკინის ნერვები და ძალიან კარგი გონება რომელიც რაღაცა ეგ კუთხეში ყავთ მიძინებული ხო იმიტომ რომ უნდა შეეცადოთ თუნდაც ის რომ მასე მიჯაჭვული მთლად არა მაგრამ რაღაცნაირად მასთან აი თუნდაც ლაითად გენატრებად მაგრამ ეს უნდა გამოხატოთ რაღაც ცოტა ცივად რა აი არ ვიცი ეგ როგორი გამოხატო ახლა მე რომანტიკულ არც ფილმებს უყურებ და არც წიგნებს ვკითხულობ და ამიტომ თქვენ უნდა მიხვდეთ მე რას გქონდეთ დაახლოებით თბილ ცივა უნდა გამოხატოთ მონატრება ცივად არ ვიცი როგორი არის ეგ თქვენ უნდა მიხვდეთ ახლა მე რომ მკითხოთ მე ვერ ხვდები ნამდვილად მაგრამ აქ რაც მოდის ენერგია და რასაც მეუბნება პარო გეუბნებით ისე
თუნდაც ეს იყოს როგორი რაღაც, იცით, ვერელევით ვერთმობთ, მაგრამ ეხლა ისეც არა ხართ რა, ემოციები არა, ემოციების გარეშე. იცი როგორ ახსნა. ემოციების გარეშე. კაი. კარგი, მოდი ვნახოთ. თუ არ უნდა მეყო ეხლა ეს დასტამე, მაგრამ განიხსენებ. შეიძლება კითხვა დაუსვა, ну როგორ განვითარდება შემდეგ ეს ყველაფერი ვერ ამჩნევთ, რომ ესე იგი ამ ადამიანს გრძნობები აქვს თქვენს მიმართ და როგორ განვითარდება ეს ყველაფერი შემდეგ, რამე იქნება ცვლილებები. ცვლილებები იქნება, აი ზუსტად ის მე რაც გითხარით, ეს გამოიღებს შედეგს ჩემო კარგებო აქ. თქვენი რაღაც ხან თბილი თუ რაღაც ემოციური ხან ესე ცივი გონების ქალბატონი ცოტა დიპლომატიური ხასიათის, ხო? მეძინება გონია. ეხლა რო გითხრათ ამან მე ბეჭედი დააძროს და ავით ხმას ამოიღებ? ой, მე არ გაგიგვირდეთ რო გითხრათ, კი? რას ლაპარაკო? გამოტყდებ. დედა, ეს არის სასწაული. ეხლა მართლა კერიას ნახშირიო რომ იტყვიან ეს გჭირდება. ნახეთ თქვენ ამ ფორმით. კი, შაკ როგორ არის იცით, იპოვით ზუსტად მაგ იმას გასაღებს. თუმცა თქვენ ცოტა შეიძლება ცოტა გადაგეწუროთ იმედი, ჩავარდეთ ისეთ იმაში, რომ არ გამომდის, მაგრამ არა, აქ ეს გააცნობიერებს ძალიან მალე. სტაბილურ ურთიერთობაში რჩება თქვენთან გაცვლის საწამსვლელია, ნუ გადამრიეთ. ხო? და გეუბნებათ ეს ხმას ამოიღებს, კი? ხმას, ოღონდ. სხვა არაფერი გვინდა ჯერ. კაი, და მე რა იქნება თქვენ შორის, როგორ იქნება? მომავალზეც გექნება ტაქსაუბარი, ფინანსებზეც გექნება და ფინანსური კუთხეობა არ არის აქ დალაგებული, ხო? კარგი, ეს სიყვარული გაგრძელდება? ძალიან დიდი დაბალანსება მოგიწევთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ერთმანეთს ეს დაშორება არ არის. ეს არის გადაადგილება გიწევთ, შეიძლება სამსახურეობრივი იყოს, ან რაღაცა, რა ვიცი, მანძილი არის თქვენ შორის მერე. მაგრამ აქ საკმაოდ დიდი ცვლილება ეს ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს. ეს მოიტანს დაბალანსებას. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით მე. წყვილი, რომელსაც ერთმანეთი მოწონს, სულ კინკლაობენ. და სულ რაღაცა, სულ ჩხუბობენ და არა და ერთმანეთის სოთ ვერ ძლებენ. იგივე მომენტი მიფიქსირდება აქ მე ახლა ზუსტად. ესეთმა ხალხმა კი ერთმანეთს უნდა, რომ დაუჯახდება ესეთი ხალხი, მშვიდდებიან მერე, ბალანსდებიან. გაიგეთ რა ხდება. აქ ზუსტად იგივე. ამას რო იტყვის, მერე თქვენი ურთიერთობა დაბალანსდება. რა ვიცი, მერე ტრაპეზონში რო წავიდეს, ტრაპეზონი ცოტა ახლოსაა, მაგრამ რა ვიცი, ქვეყნის დასალიერში საადმე რაღაცა, ხო? მაინც თქვენ უკვე დაბალანსებულ ენერგიებში ძლიერად გრძნობთ თავს, რაღაც დარწმუნებული და დაცულად და რაღაცნა სხვანაირად გრძნობთ უკვე თავს. აი, ამიტომ ხანდახან არის, რომ სულ ჩხუბობენ, ტოქსიკურია ურთიერთობა. ტოქსიკურია, იმიტომ რომ ერთიც მუნჯი არის და მეორეც მუნჯი არის. ხო, ერთიც რაღაცა ისე ხტუნობს, მეორეც უკანიხებს, ან აი, ნახეთ საკუთარ თავთან გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი ტოქსიკა. ხო? ხო და ამას რო ეს გააცნობიერებს, მაგამდე უნდა მივიდეს ეს. ხმას ამოიღებს. всё, ესე იგი თქვენც მიხვდებით და ისიც რომ მიხვდება ერთმანეთი და რა გინდათ, აქ უკვე ლაგდება მდგომარეობა. ესეთ გაშლა თუ მექნებოდა, მე ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ასე დაფიქსირდა. მერე ერთად, რა ვიცი, ახლა რამე ცუდი არ ამოვიდეს ერთი მომენტი. რა მერე რა ცუდი უნდა ამოვიდეს კაცო.
ძალიან გულწრფელი იქნებით ერთმანეთის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანდახან ამას ხასიათის ცვლილებები აქვს, მაგრამ ეს არის ის მომენტი, ესე იგი ლონდრესავით ემართება ამას გამოხანდახან რომ დაყვანდება, უნდა შემოვლაწუნოთ და წამოვტყავთ თავში ცოტა. ხანდა მოფხიზლდება, მე კმაყოფილი იქნებით ამ ურთიერთობით, ჩემი კაცო. ეს არის ურთიერთობა, რომელიც შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ. არავითარი ტოქსიკა. ტოქსიკა არის მანამდე აქ. მერე აღარ არის. ეთყობა ვიღაცისთვის არის ეს გაშლა, ხო? არა რა ტოქსიკა, პირიქით მე ასე გეტყოდით, რომ ეს სწორი ადამიანია თქვენ ცხოვრებაში. ვერ ელევით ერთმანეთს, აქ ვერ შეელევით თქვენ ერთმანეთს, თუნდაც კიდევ მეორე პლანეტაზე, რა ვიცი, მარსზე გადასახლდეთ. დღესთვის სულ ეს იყო. აღფრთოვანებული ვარ. ძველი ხართ თუ ახალი, მაგრამ ესეთი რაღაცა მე არ დამიფიქსირებია. ნუ ყველა გაშლაში ესე ვიძახი, მაგრამ ეს რო არ დამიფიქსირებია, ზუსტად ვიცი. ხო. გისურვებ წარმატებებს, ესე იგი ახალი გვყავს ვიღაც კიდე. მშვენიერი. კი ბატონო, არ ვითხოვ, ხო და აწი შევეცდები, რომ ჩემს ლექსიკონში ჩავრთო და ლაიქეთ გამოიწერეთ გვერდი ბალანსისთვის, გვერდის გააქტიურებისთვის, რომ მეც ხალისი მქონდეს, რომ ახალი ვიდეოები ჩავწერო, მოგაწვდინოთ და ხალხი რომ ემატება. კი, ერთი და იგივეები ძალიან კარგები ხართ, მაგრამ ცოტა რომ განვითარდეს გვერდიც ვიგრძნო რაღაც, ხო? კიდევ არის ვიღაცისთვის საჭირო. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.